გამარჯობა, მე ვარ მარიამი და ვმუშაობ გერმანიაში მზრუნველობისა და სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოლოგიური და სოციალური მზრუნველობის სპეციალისტად. გადავწყვიტე ჩავწერო პატარ-პატარა ვლოგები და მოგიყვეთ ჩემი პროფესიის შესახებ და ზოგადად მსგავსი ცენტრების შესახებ. საქართველოშიც გვაქვს როგორც ვიცი მსგავსი, მაგრამ ვეჭვობ რომ არ არის ისეთი ორგანიზებული როგორც აქ. ასევე მე ვმუშაობდი სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში როგორც ექთნის ასისტენტი და მოგაწვით ინფორმაცია სამედიცინო კუთხითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია კი ჩემი ვლოგების იქნება შემდეგი რამ. მინდა ხმა მივაწვდინო დემენციის მატარებელთა ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს და ვუთხრა რომ ჩვენ ვერ და არ უნდა შევებრძოლოთ დემენციას. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, კონტროლი და გამკლავება. როგორც ახალ ბედა დედა სწავლობს შვილთან ერთად ცხოვრებას, როგორც მას ასწავლის ჭამას, სმას, სიარულსა შემდეგ ლაპარაკს, ასევე რუდუნებით უნდა მოვაპყროთ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს და მშობლებს. სიყვარული არის ერთადერთი გამოსავალი აბსოლუტურად ყველაფრის, მათ შორის დაავადებებისიც. სიყვარული და მოთმინება. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩემი ხმა სჭირდება, ამას გაიგებს.